ნოდარ ამ რამდენიმე დღის წინ დავიწყე კითხვა უმბერტო ეკოს ერთ-ერთი ბოლო რომანის დედოფალ ლუანას იდუმალი ცეცხლი ბოლო რომანია და თვითონ თქვა რომ ამის შემდეგ აღარაფერს დაწერს. ხო არა, ასე თქვა. და თან უცნაური სიუჟეტი აქვს. გახსოვს ალბათ, აქ პერსონაჟი ხვდება. სიუჟეტი ვერ ვიტყოდი მე, უბრალოდ კვანძი იკვრება და ამის შემდეგ არც იხსნება. ხო, ჯერ არა ვარ, აი გახსნამდე მისული არა ვარ. ერთადერთი რაც თავისთავად უკვე შთაბეჭდილებას ახდენს კითხველზე დასაწყისიდანვე არის ის რომ პერსონაჟი არის ამნეზიის მსხვერპლი, უბრალოდ ავარიის მსხვერპლი. ხო, და ამნეზიისაც რა თქმა უნდა, და მას მხოლოდ საკითხული ამბები ახსოვს. სინამდვილეში რა არის აქ მთავარი ამ რომანში? ეს არის ერთგვარი გამოწვევა და თვითირონია მკვლევრისა. უმბერტო ეკო მოგეხსენება სემიოტიკოსი იყო. ხო. და მისი რომანის გმირი ცდილობს რომ გაიხსენოს ეპოქა რომლის შესახებ უბრალოდ ადამიანის ცხოვრება, საკუთარი ცხოვრება აღიდგინოს ეპოქის ხილული ნიშნებით. ანუ ჩაატაროს ის სამუშაო, რასაც აკეთებს სემიოტიკოსი, ისტორიკოსი, ფილოლოგი, ვინც გინდა ის. მაგრამ ვერ აღწევს მიზანს. მაინც სჭირდება ვიღაცა, ვინც არის უშუალო მოწმე, რომელიც ასე ვთქვათ, მას აუხსნის, რაში იყო მისი ცხოვრების გამოცანა. საბოლოო დასკვნა ამ რომანის არის ის, რომ ადამიანს ეს არაფერს არ აძლევს. ანუ ადამიანი, რომელიც იკვლევს წარსულს, ჭეშმარიტებას კი არ ეძებს, არამედ ქმნის. მაგრამ ნოდარ აი შენ ამბობდა აბსოლუტურად გეთანხმები რომ ეს არის რაღაცნაირი კვლევაც მაგრამ ფაქტია რომ მხატვრული ტექსტიც არის არა რა თქმა უნდა მხატვრული ტექსტია თვითონ ძალიან ზუსტად არის ეს ყველაფერი დაჭერილი ამნეზიის ქვეშ მყოფი ადამიანის განცდები ის თავის ესე იგი ცხოველქმედებასაც კი როგორ გითხრა ადარებს იმას რაც წაუკითხავს და ჩაგერთვები მე მგონი კი ასე იგი რა ეტაპამდეც მე ვარ ახლა მისული ამ რომანში ამ ადამიანს ახსოვს მხოლოდ ის რაც მას წაკითხული აქვს ანუ ინფორმაციას ის მხოლოდ იღებს თავისი ინტელექტუალური მეხსიერებით მხოლოდ პირადი გამოცდილება წაეშალა და ამ პირადი გამოცდილების აღდგენა უნდა და აი აქ არის სწორედ კრიზისი იმიტომ რომ არანაირი მეცნიერული მეთოდოლოგია ამ პირად გამოცდილებას არ აღადგენს. ხომ არ არის ეს თვითონ ეს პერსონაჟი თვითონ ეკო. რომ სწორედ ამ შეკითხვის დასმა. არა, ეს არც მალავს. და მე ვიტყოდი რომ ის ესალმება საკუთარ სიკვდილს ასე, სიკვდილს რომელსაც ის მიუახლოვდა ბუნებრივი მიზეზების გამო, როგორც ყველანი ჩვენ უახლოვდებით ყოველდღე. და ბოლოს პერსონაჟი კვდება და არც კვდება. ნუ აღწერილი არის აი მისი გარდაცვალება და არ ვიცი ახლა ეს რამდენად ცდილობს ალბათ ისე როგორც ცდილობდა ვაგნერიან ვერდი ტრისტანის და ოტელოს ბოლოს რომ ეს ყველაფერი მშვიდი და სასეუნო და სასურველი იყოს. ერთგვარი თვითნუგეში არის. საერთოდ ადამიანის ხვებს მაშინ ანუგეშებს, სწორედ, როდესაც საკუთარ თავს ინუგეშებს. ყველაზე კარგად ჩვენი გამხნევებაც მაშინ გამოსდის, არა? კი, და როგორც ჩანს, ეკო თუ კი ჩავთვლით, რომ ეს პერსონაჟი თავად ეკოა და მე მგონი არის კიდეც, იმიტომ რომ თავისთავად პარადოქსალურია და ძალიან დამაჯერებელია, ვინც იცნობს ეკოს შემოქმედებას და ეკოს ბიოგრაფიას. ის რომ შესაძლოა არსებობდეს ისეთი ადამიანი, რომელსაც დაავიწყდეს ცოლის სახელი, მაგრამ არასდროს დაავიწყდეს მობი დიკის პერსონაჟების სახელები. ამ შემთხვევაში სწორედ ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, მაგრამ აქ არის კიდევ ერთი მომენტი. ეკო თავის რომანებში მუდმივად ეძებს სიყვარულს. აი ეს არის ის ქალი ვარდის სახელში, რომელიც სამზარეულოში აღმოჩნდება მოულოდნელად, არა? მეორე მხრივ ლორენცა პელეგრინიეს ესეთი ფატალური პერსონაჟი ფუკოს კანკარისა და გარდა ამისა ლია ცოლი გაზობონის
ესეთი რაღაცნაირი მშვიდი და ერთგული სიყვარულის განსახიერება რა. სხვა რომანებშიც არის ესეთი ქალები, მაშინ როდესაც მის ცხოვრებაში, უმბერტო ეკოს ცხოვრებაში ეს ყველაფერი არ ყოფილა. მან თქვა, რომ მაგალითად ცოლი, გერმანელი შეირთო ორი მიზეზის გამო. იმიტომ რომ დიდი მკერდი ჰქონდა და გერმანული იცოდა. და სჭირდებოდა ეს მკერდი ახლა არ ვიცი, საერთოდ საჭიროა ცხოვრებაში კი. ხო, მაგრამ რაც შეეხება გერმანულს სჭირდებოდა, იმიტომ რომ ამ მომენტში იცავდა დისერტაციას და გერმანული ბიბლიოგრაფია, რომ შეეტანა, ასე ვთქვათ, შეცდომების გარეშე, ციტატები და ასე შემდეგ, ეს ამბავი სჭირდებოდა. როგორც ეთყობა მისი პირადი ცხოვრება, ბიოგრაფია, რასაც ქვია, რაც არ ახსოვს ჩვენი ბოლო რომანის პერსონაჟს, უმბერტო ეკოს ცხოვრებაში არ ყოფილა ძალიან დატვირთული, არც ფატერაკებით, არც თავგადასავლებით, ეს იყო ასეთი ცხოვრების ნებიერი ბიჭუნა, როგორც მეცნიერი, იმიტომ რომ მაშინვე ყველა აღიარა, რომ ეს ახალგაზრდა იტალიელი დიდი სათვალით არის 70-იანი წლები. 70-იანი წლები, ხო, აი ეს რაღაც ერუდიციის მქონე და რა გასაოცარია თომა აკვინელს კითხულობს ორიგინალში და ჯუზეპე პარეისონის მოწაფეა, მასწავლებელშიც გაუმართლა პირდაპირ იმ კაცთან მოხვდა, რომელთან საჭირო იყო, არა? და სიძნელე არ უგრძნია. შემდეგ მოულოდნელად გამდიდრდა სწორედ აი ამ ვარდის სახელის გამო, აქვს სახლი რომში, სახლი ბოლონიაში, დიდ დროს ატარებს შეერთებულ შტატებში და სხვაგან ცხოვრობს საფრანგეთში. მაგრამ ყველანი სიკვდილის შვილები ვართ, ეს ვიცით და როგორც ეთყობა ზღურბლზე მოსულმა, ზღურბლამდე მისულმა მან აი ესეთი რომანი დაწერა. რეალობაზე ასე ვთქვათ უარი თქვას და მხოლოდ ასე ვთქვათ დარჩეს და შერჩეს ინტელექტუალურ ასე ვთქვათ საბიბლიოთეკო სივრცეს, რაღაც მე ესეთი შთაბეჭდილება. არა, მე ვფიქრობ სხვა რამეა აქ. მან ეს არის მცდელობა ორი რამისა, მე მგონი. დაიბრუნოს თავის რეალურ ცხოვრებაში ის, რაც ჰქონდა მას მხოლოდ საწერმაგიდაზე და ეს არ გამოუვიდა. და არის მეორე, მოდი გავიხსენოთ შექსპირის ოტელოს ფინალი. მან შექსპირი გამოჩნდება ბოლოს, სხვადასხვა შექსპირთან შეხვედრა გელის, შენ როგორც მკითხველს. რას ამბობს ოტელო, როდესაც თავს იკლავს? როდესაც ერთხელ ალეპოში ოსმალი ვინმე თავს რიდეთ გმული არა სიამაყით გულზედ მოსული ვენეციელსაც ცემდა ერთსა და მის ქვეყანას უშვერის სიტყვით აგინებდა მე მივწვდი ყელში მქოფაკ ძაღლ წინ დაცვეთილსა და დავკალ ასე ამ სიტყვებით იკლავს თავს რას ნიშნავს ეს ის მან გადაუსვა ამგვარად ტონები გაისმა შენ მაძლევ ამის შთაგონებას რას ნიშნავს ეს? ის თავის თავს აუქმებს, ადარებს წინ დაცვეთილ ქოფაკ ძაღლს. ის თავის თავს აუქმებს როგორც ქრისტიანს და როგორც ცივილიზებულ ადამიანს, ვენეციელს. არა ვენეციელი ცივილიზებული ადამიანია. დაახლოებით ასევე აუქმებს ამ რომანით უმბერტო ეკო საკუთარ თავს როგორც მკვლევარს და ის გვეუბნება ჩვენ რომ ძალიან ბევრსაც ნუ მოელით მეცნიერებისაგან. იმიტომ რომ თავარი ის არის რა დაემართა თქვენ პირველ სიყვარულს. შემდეგ იქ აღმოჩნდება მე ახლა შენ მიმართ მინდა გამოვიყენო წამების ასე ვთქვათ დახვეწილი ხერხი ანუ გითხრა წინასწარ გითხრა აღმოჩნდება რომ ავარია არ მოხდა უბრალოდ არაფერი არ ხდება უბრალოდ პერსონაჟმა გაიგო მის ბავშვობის სიყვარულის აი ამ გოგონას მისი სკოლელი გოგონას სიცოცხლე როგორ დასრულდა და რა მოუვიდა მას სხვათა შორის არ მახსოვს იმ მომენტში ეს ცოცხალია თუ არა ჩაჯდა მანქანაში და დიდი სიჩქარით რაღაცა შეასკდა აი სწორედ გამოკვლევამ ეპოქის ნივთიერი და ტექსტუალური საფუთების კვლევამ მას არ მოუტანა არაფერი.
მაგრამ როდესაც მეგობარმა უთხრა, კი არ უნდა გეუბნებოდეო, მაგრამ აი ასე და ასე იყო შენი საქმეო. ემოციურად ვერ გაიხსენა მან ის ქალი მაინც ვერ გაიხსენა როგორც საკუთარი გამოცდილება, მაგრამ მიხვდა სად არის ძაღლის თავი დამარხული, რომ ეგაა მთავარი ცხოვრებაში და არა ვთქვათ ის, რასაც შენ მიაღწევ, ან როგორც მეცნიერი, ან როგორც მწერალი და ასე შემდეგ. ხო, ფაქტია, აქ ჩანს რაღაცნაირი სევდა ვერ ვიტყუდი უკმაყოფილებას, მაგრამ ფაქტია, რომ ეკო რაღაცნაირად ამ ტექსტიდან ჩანს, რომ არ არის ბედნიერი რაღაც, მე ესეთი შთაბეჭდილება შემექმნა. ყოველ შემთხვევაში მე მახსენდება მისი ერთი ფრაზა, დიახ, მე უხმარობ ტელეფონს, მე დავდივარ მანქანით, მაგრამ მე ვცხოვრობ შუა საუკუნეებში. ტელეფონის გამოყენება არ იცის. სხვათა შორის მე მაშინ არ მქონდა მობილური ტელეფონი 2000 წელს, ხო, როდესაც დივანმა შემოუტანა ოთახში, სადაც ჩვენ ვსაუბრობდით და შემდეგ რომ დაამთავრა ხელში შემომაჩნდა და მითხრა გამორთულია ოჯახეთ. არ იცის. ხო, არ იცის. ხო, და თითქოს არ მაგრამ ტელეფონი იყო იმ დროისათვის 2000 წლისთვის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ნავაროჩენი, როგორც ახლა ამბობენ, ხო, და მე სულ სხვა რამეს ვიყავი მიჩვეული თბილისში. ხო, მესმის. არა, თითქოს ესე არ არის შემთხვევითი, იმიტომ რომ რაღაცნაირად ის შეიძლება ირონიით ცხადია, ეკო როდესაც რაღაცას ამბობს, სულაც არ ნიშნავს ეს იმას, რომ ის ამბობს ამას გულწრფელად, მაგრამ ის ყოველთვის თითქოს ხას უსვამდა, რომ მე არა ვარ ამ ეპოქის ადამიანი, მე არა ვარ ამ ეპოქის. ხო, ასე იწყება ფუკოს ქანქარის თავარი გმირის, ანუ თხრობელი მეს, რომელიც თითქმის თელი ფუკოს ქანქარა თარგმნილი გაქვს. თითქმის არა, უпростоრად აი ეს შეუნდა შემოვატრიალოთ. თითქმისში რაც იგულისხმება ის მაქვს თარგმნილი და თითქმისში რაც დადარჩენი დარჩა. ეს სერიოზული ამბავია. კი, მაგრამ აი ეს თხრობელი მეს ისტორია სწორედ ამ ფრაზით იწყება, რომ ყოველთვის იბადები მცდარი თარიღით და ადამიანის ბიოგრაფია ეს არის საკუთარი ჰოროსკოპის შესწორება. აი მე რომ წავიკითხე ახლა ამ რამდენიმე დღის წინათ სხვათა შორის დასაწყისი სწორედ აი ამ თლად დასაწყისი არ არის წიგნის, მაგრამ აი მისი ბიოგრაფიის დასაწყისი ფუკოს ქანქარაში გამიკვირდა რატომ მიიჩნევენ მემარცხენეები რომ უმბერტო ეკო არის მათი. აქ იმდენი ირონიაა სწორედ აი ამ იდეურობაზე და შეხედულებათა ქონაზე. მაგრამ საინტერესო რა არის, რომ შეხედულებები და იდეები სწორედ მემარცხენებს აქვთ ხაზგასმით. მემარჯვენეები ცხოვრობენ უბრალოდ, უფრო მეტად დამიწებულია, ასე ვთქვათ, მათი არსებობა, იქ დასაცინი არ არის არაფერი, იქ ვერ ამ ასიმეტრიას ცხოვრებისა ძალიან ყურადღებას აქცევს. აი, ჩემთვის იყო მაგალითად აღმოჩენა უმბერტო ეკოს ტექსტში მისი განხილვა უпростоრად ედგარ პოს ახსნა რატომ დაწერა ყორანი. რომ მას უნდა დაეწერა ემოციის აბსოლუტურად ადეკვატურად გამომხატველი ტექსტი. ეს ემოცია ვერ იქნებოდა ბედნიერება, იმიტომ რომ შეუძლებელია დაწერო ტექსტი, რომელიც იქნება ბედნიერების ადეკვატური გამომხატველი, მაგრამ შესაძლებელია დაწერო ტექსტი, რომელიც იქნება სასოწარკვეთილების ადეკვატური გამომხატველი. ანუ ჯოჯოხეთის აღწერა შესაძლებელია, სამოთხესი კი არა. რთულია. ბევრად უფრო. ამიტომ ტექსტი ვერ იქნებოდა დღისით, ანუ დღეს ვერ შეეხებოდა სინათლეს. ეს მას უნდა აეწერა ღამე. ეს ღამე არ შეიძლება ყოფილიყო მთვარიანი და ის უნდა ყოფილიყო ცივი და ქარიშხლიანი და ასე შემდეგ. და აი ამ ცხოვრებისეულ ასიმეტრიას, იმ ასიმეტრიას, რომელიც ჩვენ ქართველებს მოცემული გვაქვს სიტყვებში, რომ კარგი რამ გჭირდეს, გიკვირდეს, ავირა საკვირველიაო, ხომ?
აი ზუსტად ასეთი ეს გამოხატავს რა ცხოვრების ასიმეტრიას გამოხატავს რა აი ამგვარია ასიმეტრიის ზღვარზე მოქმედებს ეკო როგორც მწერალი და როგორც მკვლევარიც ყოველთვის და აწუხებს ომოდამ ეს ასიმეტრია მისი გადალახვა უნდა ესე როგორც ჩაიკოვსკის როგორც ამბობენ უნდა და სიკვდილის დაძლევა მუსიკით ასეთ რამის ჯეროდა გულუბრყვილო ადამიანი იყო ალბათ და საბოლოოდ შეეწირა ამას კი ნამდვილად და აი ეს მთავარი გმირიც ამას ეწირება იმიტომ რომ ესეც ასიმეტრია ცხოვრებასა და მეცნიერებას შორის ვერ წუდება ეს მეცნიერება ამ ცხოვრებას მორჩა და გათავდა კი ძალიან საინტერესოა ნოდა შენ ახსენე ეკოსთან შეხვედრა და შენ აი თითქმის შირაცი გულისხმება აი ეს ნაწილი თარგმნე ფუკოს ქანქარაში მე ნუ ცნობილია ახლა ნებისმიერი ტექსტის თარგმნა რთულია მაგრამ როგორც ამბობენ ძალიან რთული არის ეკოს ტექსტის თარგმნა ეს მართლაც ასია და ორი მიზეზის გამო ხო რა არის ეს ერთი მიზეზი არის ის რომ უნდა იცნობდე იმ კულტურულ რეალიებს რომელშიც ეს მწერალი მოქმედებს და ეს კულტურული რეალიები არასოდეს არ არის შემოფარგლული ერთი რომელიმე ეპოქიდან ერთი რომელიმე ქვეყნით. თუ თარგმნი ფუკოს ქანქარას უნდა იცნობდე მე-20 საუკუნის იტალიას და შუა საუკუნეების ევროპას, ცოტა აღმოსავლეთსაც. შენ წარმოიდგინე პარიზს. ხო, პარიზს კი. შენ წარმოიდგინე ვარგლის სახელშიც კი იქ უნდა იცნობდე სწორედ შუა საუკუნეების ევროპას ნიცშეს, იმიტომ რომ ბევრი რამე პირდაპირ იქიდან აქვს გადმოწერილი. ყოველ შემთხვევაში ეს უნდა ცნობდე ამას. და გარდა ამისა დასავლურ ბიბლიას და დასავლურ ღვთისმსახურებას. იმიტომ რომ იცოდე მაგალითად რომ თქვა თუ იქ წერია როგორც თავის დროზე ებრაულიდან თარგმნა ნეტარარს კაცი მწუხრზეთ ნეტარარს კაცი ვიღაც თარგმნა ტიპიკონს და თარგმნა ასე რომ საღამოობით ადამიანი კარგ ხასიათზეაო ასეთი რამე ხო რომ არ გამოგივიდეს ეს ერთი მიზეზია და მეორე მიზეზი არის ის რომ მისი პერსონაჟები ლაპარაკობენ აი ჩემთვის ყველაზე უფრო კარგი შედარება არის აგა მორჩილაძის აგვისტოს პასიანსი სადაც ამ ადამიანების პერსონაჟების ლაპარაკი გესმის ყურში აი ზუსტად ეს მოხუცები ვერის ბაღში რო ჭადრაკს თამაშობენ როგორ ლაპარაკობენ ისინი არა აი დაახლოებით ასევე ლაპარაკობენ ეკოს პერსონაჟები კი ძალიან ცოცხალია ხო იქ არის ჟარგონი იქ არის დიალექტიზმები არა ისე გამართული იტალიურით წერია მაგრამ ეს ტიპაჟურია სახეები ერთი სიტყვით იქ ცოტა ხანი უნდა იცხოვრო რომ მიაჩვიო ყური სხვადასხვა კუთხის იტალიელების ლაპარაკს რომ შემდეგ რაღაცნაირ მიხვდე გუშინდელი დღის კუნძულშიც აი ამ რომაში კი აი განსაკუთრებით იქ როდესაც мама ეჩხუბება შვილს მე სხვათა შორის ამაზე ველაპარაკებოდი წელს მაისში რომში შემხვდა ელენა კოსტიკოვიჩი რუსულად მთარგმნელი კი და იმასაც ზუსტად ის ადგილი ახსოვდა იქიდან როდესაც мама ეჩხუბება შვილს სათხარ ომში ერთმანეთს ხვდებიან სად დაიკარგე სად გეძებო და ეჩხუბება როგორც იტალიანიზირებული როგორც კი საშუალოზე დაბალი საშუალო კლასის წარმომადგენელი აი მენაზე აი იმ სოციოლოგზე და შესაბამისად და მოძებნო რაღაც ამგვარი რომ გაისმას თარგმანში ეს ხო და ძალიან რთული არის ვთქვათ ეკო თარგმნელებს ტანჯავს თუ როგორ არის საქმე თუ არც ისე ლეგენდები დადის ამას კი თვითონ მე ურთიერთობა აქვს ამ თარგმნელებთან იმ ენებს რომელსაც თვითონ ფლობს და კითხულობს, შემდეგ უყვარს ამის განხილვა. აი, იმან ესპანელმა თარგმნა ის ჩემი ადგილი იქ, ნუ რასიზამ ახლა
ეს გასაგებია ესპანელი თარგმნელისათვის და დაახლოებით ასეთივე საუბარი ქონდა ჩვენც ამის შესახებ. რაღაც შეცდომა აღმოუჩინე ეკოს და არა, შეცდომა კი არ აღმოუჩინე, მან დაუშვა ლაპარაკში. ლაპარაკში დაუშვა შეცდომა, გავუსწორე. ხო, გავუსწორე ესა. მანძონის ციტირება იცანიო, მკითხა, მე ვთხარი, არა, ლეოპარდის მეთქი. არა, ეს მანძონია. ვთხარი, ლეოპარდის მეთქი ზუსტად დაუსახელი ციტატა საიდანაც არის. და შეცვა. ამის შემდეგ, როგორც თვითონ იტყო და აბაროტი ამიღო და მითხრა, რომ რაც გინდა შეიტანე შიგნით, თუ გინდა რუსთაველი დანო. და მე ვთხარი კი, მაგრამ მეთქი, ქართველი მკითხველი, როდესაც ამას იცნობს, იქ თქვა, ტანიკალმად მაქვს კალამი ნაღვალ სამონაწები, არის ტყვის საიდან იტალიურ ტექსტში ასეთი რამე, ესე იგი ეს შემოტანილი ხომ არაა, მეთქი. რაზედაც საუბარია რომ ბაუდოლინოზე არა, იმ ფუკოსგან ქარაზე და რაზედაც ეკომ მითხრა, რომ ეს ბელბოს ნაწერებია, ბელბო რედაქტორია ეს ისე ხომ არ არის უბრალო ადამიანი და რა გასაკვირია თუ რუსთაველიც რომ იცოდეს, ესე იგი ეს ინტელექტუალები არიან ჩემი რომანის გმირებიო და შესაბამისად არ უნდა გაუკვირდეს არავისო და შემდეგ როდესაც მე შარშან შევიძინე ეს წიგნი რუსული თარგმანი მისი თარგმანის შესახებ და მე 200 გვერდზე დილა იყო გადავაწყდი ამ ჩვენი საუბრის სტენოგრამას ერთხელ მე მკითხეს იქ ეწერა ხო ეს იყო ძალიან ესეთი აღმოჩენა ჩემთვის გასაოცარი მთელი დღე ცუდად ვიყავი მიუხედავად იმისა რომ თეორიული ტექსტია ეს მაინც მის პერსონაჟი არა ესე იგი მაგრამ მივაწექი ძალიან და ხო იყო ეს შტაბეჭდილება მოახდინა მასზე სწორედ აი ამ რაღაცამ ხო არ ელოდა ასე ვთქვა და თან საინტერესოა რომ სულ 5 წუთით დამიბარა და საათზე მეტი ვილაპარაკეთ ესეც რაღაცას ნიშნავს რაღაცაზე მეტყველებს ეს იმას ნიშნავს რომ ფუკოსგან ქარა უნდა დაასრულო ალბათ თარგმანი აი ეს არის ჩვენი უბედურება რომ ჩვენთან საქართველოში ბევრი რამე უნდა ითარგმნოს მაგრამ სამწუხაროდ რეჟიმია ძალიან ცუდი იმიტომ რომ ითარგმნება გრანტითა და დედლაინით და არ გამოდის მე ბევრ რამეს რაც გამოქვეყნებული მაქვს სიამონებით გადავაკეთებდი იმიტომ რომ იზრდება გამოცდილება მე ბევრი ჩემი თარგმანისა ნუ არ ვიტყვი რცხვენია მეთქი მაგრამ უკმაყოფილო ვარ დღესაც ხო სამწუხაროდ ამდენის ფუფუნება არ გვაქვს ჩვენ და გამომცემლებიც გამოირჩევიან ერთგვარი მე ვიტყოდი მდაბიური სიძუნწით მე ვფიქრობ რომ ალბათ ეს სხვა თემაა საუბრის და ალბათ ხო მაგრამ ამ თემაზე საუბარი ნამდვილად ღირს მეგონი კულტურის პოლიტიკის ნაწილი არის ალბათ სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი შეიძლება იყოს ეს იმიტომ რომ არსებობს უამრავი მოდელი თარგმნილობითი ფონდებისა რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანს აკატოვებს მე ვფიქრობ რომ საქართველოშიც უნდა გამოჩნდეს ვინმე ვინც ასე თქვა წარმავალს კი არ დააფინანსებს არამედ მომავალს კულტურის თვალსაზრისით და ყოველ შემთხვევაში აღმოაჩნდება ბევრად უფრო მეტი мотиваცია ვიდრე რომელიმე ალექსანდრე ებრალიძეს მე მგონი სწორად წარმოთქვი სახელი დიდი მადლობა